ზოგადად გაუნათლებელი ადამიანები განათლების რეფორმას ვერასდროს ვერ გააკეთებენ. არავითარი კავშირი იმას, რაც ხოცება აკეთებენ, განათლების რეფორმას არა აქვს. ეს არის კლასიკური ანტირეფორმა, რომელიც უკანაც არის ერთის მხრივ სრულად მოკლა აკადემიური ავტონომიის ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მეორე ესაა მათ ქონების დაპატრონება, კონტროლი და ქონების მართვა. ღმერთს არ უქმნია არც თსუ და არც ტექნიკური უნივერსიტეტი, არც ერთ საერთაშორისო სტანდარტით, ეს არის ძალიან ცუდი ორი უნივერსიტეტი, რომელსაც ცალ-ცალკე რეალური რეფორმა ჭირდებოდა, თუ ამის რაიმე ლუფტი და შესაძლებლობა არსებობს და მიხარ შეწყმული რაღაცა მონსტრისგან, რომ რამე კაი გამოვა, უბრალოდ ეს ყველა სტანდარტ საერთაშორისო გამოცდილებას სრულად ეწინააღმდეგება. არავითარი იმედი არ მაქვს არც ერთი ამ უნივერსიტეტის პროფესურაზე, რომელიც რაღაცა ერთგვარი მემკვიდრეები არიან წითელი ინტელიგენციის, არავითარი იმედი არ მაქვს, რომ აქედან რამე გამოვა, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს და მექნება იმედი ქართული სტუდენტობის, იმიტომ რომ ქართულ სტუდენტობას ბევრჯერ ამ ქვეყნის გადამწყვეტ მომენტში დაუფიქსირებია თავის პოზიციას სწორად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა სტუდენტების საქმეა, აი ამ მოძრაობის წარმოება, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას დავანახოთ, რაოდენ სავალალო უკანა დინებებია აი ამ პროცესის მიღმა, რასაც ადეიშვილის პირსისხლიანმა მოადგილე მიქალაძემ დაარქვა რეფორმა. სინამდვილეში კი არის კლასიკური ჩვეულებრივი ანტირეფორმა ხელისუფლების მიერ კონტროლის დამყარების მიზნით.